ბოლო კვირების განმავლობაში არაერთი მიმართვა თუ განცხადება მოვისმინეთ ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან, სადაც ისინი შეშფოთებას გამოხატავდნენ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის გამო, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, აქტივისტების, დემონსტრანტების დაკავებების გამო, ვიხილეთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციები რიგი წევრი სახელმწიფოების მხრიდანაც, თუმცა 16 დეკემბრის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე უკვე არის საუბარი ევროკავშირის ერთობლივ ქმედით ნაბიჯებზე კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაში დემოკრატიული უკუსრის საპასუხო დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება არის ერთ-ერთი მთავარი ზომა, რის მიღებაზე მსჯელობდნენ დღის განმავლობაში ბრიუსელში რიკარდ იოზვიოკის რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის ინფორმაციით ამ დროისთვის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები უკვე დასრულებულია, როგორც მოსალოდნელი იყო. უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ, თუმცა ევროკომისია განსახილველად წარადგენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის. შესაძლოა ამ კვირაში ამისთვის კვალიფიციური უმრავლესობა არის, წერს პლატფორმა X-ზე რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი. ამ შეხვედრას პირველად ხელმძღვანელობს ბლოკის ახლად არჩეული უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი. მან 1 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაშიც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებს ექნებოდა პირდაპირი გავლენა ევროკავშირთან ურთიერთობებზე მოვუსმინოთ ბლოკის უმაღლესი დიპლომატის მიერ გაკეთებულ განცხადებას დღევანდელი სხდომის დაწყებამდე. რაც ხდება საქართველოში არ შეესაბამება იმას, როგორ უნდა იქცეოდეს კანდიდატი ქვეყანა. ჩვენ განვიხილავთ, რა შედეგები მოჰყვება საქართველოს მთავრობის მიერ მოწინააღმდეგეების მიმართ რეპრესიებისა და იმ ზომების გამოყენებას, რასაც ის მიმართავს. ერთი საკითხია სანქციების დაწესება და მეორე სავიზო რეჟიმის შეზღუდვა. სხდომის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მედიასთან გაკეთებული კომენტარების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდ ნაწილში არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა იყოს ბლოკის პასუხი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებისთვის შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით. ევროპელი ლიდერები ხაზგასმით ამბობენ, რომ სახელმწიფოს ქმედებების გამო პასუხი არ უნდა აგოს ქართულმა ხალხმა, როგორც ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრო შალენბერგმა აღნიშნა, ევროკავშირმა არ უნდა დაამსხვრიოს ის, რისი აღდგენა შეიძლება დასჭირდეს მას კვლავ მომავალში. ხაზი გაესვა სამოქალაქო საზოგადოებისთვის საზოგადოების ხარდაჭერის აუცილებლობასაც, თუმცა ამასთან ერთად ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები მკაფიოდ აცხადებენ, რომ მაგიდაზე რჩება დამატებითი ზომები და რომ ეს არის მინიმუმი და რომ ნებისმიერი აკრძალვის თუ შეზღუდვის გაფართოების შესაძლებლობა არის მომავალში. საჭიროებიდან გამომდინარე მოვუსმინოთ საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს დღევანდელი სხდომის დაწყებამდე. არ მინდა კარები დავუხუროთ და საქართველოსთან ხიდები დავწვათ. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც გვინდა ევროპულ გზაზე მხარი დავუჭიროთ. ვიცით, რომ ეს გზა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია. ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ შორს არ წავიდეთ და არ გავაფუჭოთ ის, რისი აღდგენაც მომავალში დაგვჭირდება. ამავდროულად ძალადობა, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ ვნახეთ, უბრალოდ მიუღებელია. ჯერა რომ სიგნალის გაგზავნა აუცილებელია. ჩვენ დღეს განვიხილავთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გაუქმებას დიპლომატებისთვის და სავარაუდო მიზნობრივ სანქციებს. ჯერა რომ ეს არის გზა, რომელსაც შეგვიძლია გავყვეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ერთიანობა ევროკავშირის სახელით. და მეორე, მოდი ნუ დავუხურავთ კარს ქართველ ხალხს. ისინი სხვა რამეს იმსახურებენ. სანქციები დიალოგის ნაკლებობას ნიშნავს. ეს ყოველთვის დიალოგისა და დიპლომატიის დასასრულია. ჯერა რომ უნდა ვითანამშრომლოთ, ვისაუბროთ. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ზეწოლის სხვადასხვა ბერკეტი. სანქციები ყოველთვის დიპლომატიური ამბანის დასასრულია. სანქციებამდე სხვა ზომების მიღებას ვისურვებთ. ჩეხეთის პოზიცია უცვლელია. ჩვენ ევროპული პერსპექტივა ქართველი ხალხისთვის ღია უნდა დავტოვოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გვექნება რეაქცია. თუ მთავრობას არ სურს თანამშრომლობა და იგი პირდაპირ დგამს საწინააღმდეგო ნაბიჯებს. ვნახოთ, რა იქნება კონკრეტული ზომები. მე რამდენიმე მათგანი წარმომიდგენია, მაგრამ ამ ზომებმა საქართველოს მოსახლეობას არ უნდა ავნოს. იმედი გვაქვს, დღეს შევძლებთ მივაღწიოთ შეთანხმებას დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების აკრძალვის შესახებ, ასევე ზოგიერთი პერსონალური პასპორტის აკრძალვაზეც, მაგრამ საუბარი ბევრად უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს. ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არ არის დემოკრატიული საზოგადოება. ეს ძალადობა ადამიანის უფლებების წინააღმდეგ
წინააღმდეგაა მიმართული. ეს არის დანაშაულებრივი. მანამდეც განაცხადე, რომ აგვაპირებ ვაღიარო არჩევნების შედეგები, როგორც გამჭვირვალე, სამართლიანი დემოკრატიული, რადგან ასეთი არ ყოფილა. ასევე გვაქვს სხვადასხვა ზომების სია. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს საკუთარი ხალხის მიმართ, არსებობს მომავალში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობაც. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან მივაღწიეთ შეთანხმებას ევროკავშირში გაწევრების სხვადასხვა ნაბიჯთან დაკავშირებით. ევროპის მხრიდან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, დაფინანსება. შევასრულეთ ყველაფერი, რისი დაპირებაც გავეცით. მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ ქართული ოცნების ლიდერებმა მოიტყუეს. მათ მოატყუეს ქართველი ხალხი და მოგვატყუეს ჩვენც. They have lied to Georgian people and also to us. That's our hope. იმედი გვაქვს საჭირო ნაბიჯებთან დაკავშირებით შეთანხმებას შევძლებთ. როდესაც ვხედავთ, რა ხდება თბილისის ქუჩებში. როდესაც ვხედავთ, რომ ოპოზიციის ლიდერებს აკავებენ და ძალადობენ დემონსტრანტებზე. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, უნდა ავკრძალოთ ის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებისთვის. ეს არის მინიმუმი, რაც უნდა გავაკეთოთ. ასევე უნდა გავაგზავნოთ ძლიერი სიგნალი იმის თაობაზე, რომ მომავალში ამ აკრძალვის გაფართოებას შეგვიძლია. შემდეგი საკითხი არის ტექნიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებების შეჩერება საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ჩარჩოში. უნდა შევაჩეროთ ნებისმიერი ინსტიტუციური მოლაპარაკებები საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებთან და შევწყვიტოთ მათი ფინანსური დახმარება. ამასთან უნდა გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მათ მხარს დაუჭერთ. ამისთვის გვჭირდება ფინანსური პაკეტი, რათა ვაჩვენოთ, რომ სერიოზულად ვართ განწყობილი. დროა ვაჩვენოთ ქართულ ხალხს, რომელიც ქუჩაშია, რომ ევროპა არ მიგატოვებთ. ევროპა თქვენთანაა. ევროპას თქვენ სჭირდებით. ეს ახლავე, დღესვე უნდა გავაკეთოთ. მართლ პარტიაში კი აცხადებენ, რომ არ წამოიგებიან პროვოკაციებს და შეინარჩუნებენ პრაგმატულ მიდგომას ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მიიღოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა მინისტრების მოსალოდნელ ნაბიჯებს დიპლომატიურ პასპორტებზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით. მან ამ ნაბიჯს არამეგობრული ანტიქართული ქმედება უწოდა და გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ შეიცვლება 20 იანვრის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაბრუნდება თეთრ სახლში. მოვუსმინოთ პრემიერ-მინისტრის კომენტარს. წინასწარ არის დაახლოებით ცნობილი ის რა გადაწყვეტილება იქნება დღეს მიღებული, ამასთან დაკავშირებით გამოსულია გარეთ ინფორმაცია, განსაკუთრებული არაფერი, ერთადერთი ნეგატიური რაც უდევთ მაგიდაზე არის დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდების შემოღება, ისიც გარკვეული ვადის შემდეგ. რა თქმა უნდა, ესეც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, ანტიქართული ნაბიჯი, იმედია რომ საბოლოო ჯამში შეიცვლება ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსების და ბიუროკრატების პოზიციები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ განსაკუთრებით 20 იანვრის შემდეგ გარკვეული ცვლილებები მოხდება ევროკავშირის პოლიტიკაში დანარჩენ სტაბილურობით. მიმდინარე კვირაში ბრიუსელში არაერთი სხდომა არის დაგეგმილი, მათ შორის ევროპული საბჭოს სხდომაც, რომელიც 19 დეკემბერს გაიმართება. წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის სანქციების დაწესების შესაძლებლობასაც მიმდინარე კვირის განმავლობაში კიდევ არაერთხელ განიხილავენ.